ჩემი ხელმოწერა იქნება დასმული დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავთ ადმინისტრაციული სარჩელით, რომლითაც ვითხოვთ 2017 წლის 21 აპრილის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების ბათილად ცნობას, რომლითაც ცვლილებები შევიდა 2016 წლის 15 დეკემბრის პარლამენტის დადგენილებაში, რომლითაც განსაზღვრული იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულება. ამ დებულების თანახმად ჩვენ როგორც კვალიფიციურ სუბიექტს დემოკრატიული მოძრაობა ერთიან საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღო ამ კომისიის შემადგენლობაში ბოლომდე და მათ შორის მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პოლიტიკური ბოიკოტის ფორმას მივმართეთ, მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარეს არ ჰქონდა უფლებამოსილება იმისა, რომ საკუთარ ბრძანებაში შეეტანა ცვლილებები და ჩვენ ამოვეღეთ აღნიშნული კომისიის შემადგენლობიდან და ჩვენთან ერთად 12 სუბიექტის წარმომადგენელი, სულ 13 წევრი ვიქენით ამოღებულნი, რითაც მე ვფიქრობ, რომ სასამართლო ძალიან სწორ შეფასებას მისცემს ჩვენ სასარჩელო მოთხოვნას და ბათილად ცნობს ბატონი პარლამენტის თავმჯდომარის ბატონი ირაკლი კობახიძის მიერ გამოცემულ ბრძანებას, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, ის ეწინააღმდეგება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლს, რომლითაც კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპები იქნა დარღვეული და შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარის ქმედება არის უკანონო და ამ უკანონობასთან დაკავშირებით ჩვენ ვიწვევთ მას როგორც მხარეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.